3 წლის უკან ეკლით მომიყვანეს სახე. ესე იგი იმ დღიდან, ესე იგი ჩემს გადარჩენას არავინ არ ელოდა, მაგრამ მამა ვიტალემ იმდენად ამეხმარა და აი იმდენი რწმენა უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ყველაფერში მამა ვიტალი ყველას ეხმარება და იმ იმედი დადის ყველა. ვარ წლევანდელი აბიტურიენტი, მივდივარ გამოცდაზე და მამა ვიტალის კი შემწეობით იმედი მაქვს, რომ კარგად ჩავაბარებ. ესე იგი ჩემი დგმური იყო აქა, ყავდა დედა ცუდად, მოვიდა მამაოსთან, მესამე დღისით ქალი დადგა ფეხზე და დიდი იმედით ვარ. ძალიან ვცდილობდი, რომ მოვსულიყავი აქა. ყველას გვიშველოს, საქართველოს უშველოს. დღესასწაულებზე ამოდივართ ხოლმე მე დედა და მამა ვიტალის საფლავზე ვართ. მამა ვიტალის როედრებით რომ ყველა კარგად გვაყოფოს. ჯერ იმ დღეს ასე კოჭრობით მოვედი, ლოგინდა ნავდექი. წავით შეძეთი და აქედან კარგად წავედი სახში. ხო და მის მერე აუცილებლად მის მერე დავდივარ, ძალიან ყვაყოფილი ვარ. აი წინ წავიდა ოჯახი და რა ვიცი, რასაც ვეთყვი. სახში ვხდება უკვე შესრულებული. შეგეწიოთ. გაიხარეთ. თუ მას ირწმუნებთ, ის ყოველივე სრულს ასრულებს, იმით რომ თავარია გამობიჯამრთელდებათ, ავადმყოფით ვყავთ ვინმე. მე შვილი მყავდა და მოვდიოდი და სულ ვედრებოდი წმინდა ვიტალი იქნებითი ჩემს შვილს დაეხმარო და შეეწეოდო მართლაც. თანდათან გამომიჯამრთელდა და კარგად ამყავშვი და როგორ არ უნდა ჯერ საერთოდ მართლმადიდებელი ვარ მე ავჭარლის და მეორე წამს ძალიან ღმერთი რა თქმა უნდა დიდება უფას მისახეს და წამს და ჯერა რომ ხდება სასწაულები რომ წმინდანების მეოხებით და ჩვენი უფლის შეწევნით ჩვენ ვართ კარგად ჯანმრთელად და მთელ საქართველოს უსურვებ მთელ ქართველ ხალხს გამოჯანმრთელებას ჯანსაღგონებას სიუხვეს ბარაკას და სიყვარულს რაც მთავარია ერის მიმართ სიყვარული თუ არ გაგაჩნი ადამიანს ძნელია 92-ში დატვირთული ბომბები რომ მოდიოდა თბილისისკენ და უნდა ეფეთქებინა. შედგა იმაზე დიდუბის მეტროს ცალზე და იქიდან იძახოდა შეჭერდი ძმის კულელობა როგორ შედგა აფეთქებული ბომბები ჰაერში გააჩერა. ალბათ გადაარჩინა საქართველოს დაბომბვას. სიცოცხლე ხალხის. როგორც მამა გაბრიელი ისეთი იყო ტანჯული, არ პასპორტი ქონდა, არ საბუთი, არაფერი. ზეციური მოქალაქე მინდა ვიყოვო და ზეციურში ეწერა კიდევაც იმისი სული და ხორცი და რეში და ყველაფერი იქ არის. სულით იქა, მაგრამ ჩვენთან არის. გვერაპარაკეო, რაც გვინდაო, გულის ნადებიო, მე ცოცხალი ვარ შიგა, ყველაფერი მესმისო და ყველაფერი რაც კი რამე არისო. ხოვნა ყველაფერი შეგისრულდა, ვინც გული და სულით მოვა. საქართველოზე რუსეთზე, სულ ყველაზე ლოცულობს, დედამიწაზე, ქრისტიანებზე ლოცულობდა, რომ გამხდარიყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, არა ისეთი, როგორიც არიან მონათლული. მონათლის დროს ხონდეს ფიცი ხალხმა, განშორდი ბოლოტებას და შეუდგებიო იმას, რომ ქრისტეს გზასაო. ვინ შეუდგა? ქრისტეს გზა ისეთი ეკლიანია და ძნელი, რომ თითოეულ ადამიანი ანგაივე ბოლოჟამს კიდევ უარესი პირბადებისა და ხელათმანების არ იყოს. ეგ არის ანტიქრისტეს ფორმა. იერუსალიმში ანტიქრისტე რო ჯდება, ეგეთი ჯდება ამზადებს იერუსალიმში უკვე თავისი 12 მოციქული როგორც უფას აყავდა, ის ეყავს ანტიქრისტესაც სხვადასხვა კუთხეში და ამზადებს რომ დაჯდეს თვითონ მე-13 როგორც უფალი იჯდა. იმიტომ რომ სახე არ დაინახონ და წყალები კიდე არ შეამჩნიონ ფერჩატკები უკეთია. მაგრამ პირჯულის წერის დროს აუკანკარდება ხელი და რო დაუვალდება ფერჩატკი და მიწუდება იმას, იმ წუთში ამხელებენ ნუ კიდე ელია. ეს ანტიქრისტია თაყვანი არაცეთო. და იქვეა მოკლავს ანტიქრისტე, მაგრამ უპირველი სასწაულს იქ ახდენს უფალი. გააცოცხლებს ორივე სიმწავში, რომ მიხვდნენ რომ რა ძლიელია უფალი და რა სუსტია ანტიქრისტე. საქართველოში ტახტს ვერ დაიდგა საქართველოში ტახტს, იმიტომ რომ დედა ღვთისმშობელი იცავს მას. ღვთისმშობელი ქვეყანა ღვთისმშობლის, ასე კაცის ქვეშა ვყევათ სუყელა. დედა ღვთისმშობელი მაგრამ ყავდეს ერთი ადამიანი, ერთი მუჭა საქართველოა და ამდენი ტანჯვა, წამება.
სოფლოში გადახედე თუ ვინმე განუცდია. შეგეწიო. სულ ყველა. დედა ღვთისმშობელი ყოველ 3 საათში ერთხელ დედამიწაზე ჩამოდის. წყალია, საჭმელია, ჰაერია წმინდავს. ის რომ დედამიწაზე არ ჩავა, ვინც ეხლა მოწმუნია, მიხვდება სულნელოვანი გაივლის იმის გვერდში. რომ დედა ღვთისმშობელმა გაუვალა. და გაწმინდა იქაულობა თელ დედამიწას ზეცაში იმდენი არა რაც დედამიწაზეა. ქრისტიანების დასაცავად და განსაკუთრებით საქართველოსთვის. წილი რო ხარეს პირველი წილი ხვდა დედა ღვთისმშობელს საქართველოს. არ მოვალ იქამდე მანე ბოლო ჟამი არ იქნება მაშინ უნდა დაგიცვათ. უკვე ათონისთა გაიხსნა. უკვე მზათა დედა ღვთისმშობელი ტრიადებს რომ წამოვიდეს მახათას მთაზე მოდის და იქ უნდა დასახლდნენ გადასარჩენი ბერებიცა და სულები. 5 ბერი. 5 ბერი და არის მე-6-იც. და ალული. მე-6-იც. აბა გაიხარეთ. მრავალ და ეს არის პეტრე პავლობას ჯამთელად გახარებული, როგორც პეტრე პავლე იყო მოციქული, ისეთი მოციქულები გამხდარიყავით ყველა ქრისტიანი და პეტრესავით. გასაღები გჭეროდეთ სასופველისა რომ დაუბრკოლებლად შეხვიდეთ ზეციური გვირგვინები მიგეყოთ არა დედამიწისა.